წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, ობუჯის ადმინისტრაციული ერთეული, სოფელი ჯაღირა. აქ ახლა მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარების მოლოდინშია, თუმცა ალბათ ჯერ არც იციან, რომ მიმდინარე წლის 29 ივნის წალენჯიხის საკრებულო მერიის მიერ ინიცირებული 2023 წლის ბიუჯეტის ცვლილების პროექტი ჩააგდო. ამ დრომდე გაუგებარია დეპუტატების გადაწყვეტილების მოტივი თუ რატომ დაუჭირა მხარი აიტების თანამშრომლებისთვის ხელფასების გაზრდის იდეას, როცა წალენჯიხის მოსახლეობა ყოველ დღე ახალი პრობლემის წინაშეა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მსგავსი სიძლიერისა და მასშტაბების სტიქია წალენჯიხას არ ახსოვს. ადიდებული მდინარეები და ხელეები კალაპოტიდან გადმოვიდა. დადგურა ეზოები, სახნავ-სათესის სავარგულები, დახოცილია შინაური ფრინველები. ჩვენ ახლა იძულებული ვართ გავჩერდეთ სანამ საკრებულოს მიერ მერიის მიერ საკრებულოში გაგზავნილი ბიუჯეტის ცვლილებასთან დაკავშირებით არ მოხდება სათანადო რეაგირება. ჩვენ ვერანაირ დახმარებას ვერ გავუწევთ სოფლს. მიზეზი არის უსახსრობა. დაუგეგმავად რამოდენიმეჯერ განხორციელდა ჩვენი სამსახურის მიერ უამრავი ეს სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანი. ჩვენ ვიმართეთ მერიას რომ პროექტი გადაგზავნილი იყო საკრებულოში და მე მორჩილესად ხვალ ყველა საკრებულოს დეპუტატს რომ წალენჯიხის საკითხი მდგო ჩვენი ქვეყნის საკითხი მდგო მიიღონ გადამწყვეტი ზომები და დავეხმაროთ ხალხს ამ გაჭირვებულ ცხოვრებაში. ახლა ზუსტად ვდივართ იმ ადგილას, სადაც 5 დღის წინ ძლიერი წვიმის შედეგად ჩამოწვა მეწყერი. აი ამ ფერდობიდან და დააზარალა ვახტანგ საჯაიას. ნაწილობრივ საკარმიდამიტარი წალეკილია ღობე, როგორც ხედავთ და ჩაკეტილია გზა მთლიანად, საავტომობილო გზა. და ესენი აქ ფეხით გადასვლასაც ვერ ახერხებენ, იძულებული არიან შემოუვარონ მეზობლის ეზოფით და ისე გავიდნენ საავტომობილო გზაზე. 5 დღეა რაც ეს მოვლენა მოხდა და ჯერჯერობით, როგორც ხედავთ, გაუწმენდავია ისევ გზა. მოთხოვნა ამ ოჯახის არის სამართლიანი და სწორი, თოვლობენ ერთადერთ რამეს, აი ამ ჩამოწოლილი მასისგან გაიწმინდოს გზის საფარი, რათა შეძლონ მოძრაობა. მივმართე წალენჯიხის მერიის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურს, მათ რა თქმა უნდა მაშინათვე გამოთქვეს სურვილი, რომ მოეხდინათ სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია, მაგრამ იძულებული არიან, რომ დავესტუმრებინეთ უარით, იმის გამო, რომ არ აქვთ ფინანსური სახსრები. საკრებულოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. თუ იქნება აი ეს ეკონომიისგან დაგროვილი თანხის გადანაწილება, რასაც სჭირდება საკრებულოს ნებართვა, აი მას შემდეგ მოხდება ყოველი გრამის დამუშავება და გატანა. უნდა შეთანხმდნენ, უნდა მორიგდნენ და გამოიტანონ სწორი გამოსავალი. წალენჯიხის ამ სოფელში მუნიციპალიტეტის მასშტაბით რაოდენობრივად ყველაზე მეტი სახლია მიტოვებული. ერთ დროს აყვავებულ და თვალსაჩინო სოფელში მხოლოდ 4 მოსახლე გადარჩა. თაიმერი თვითმხილველი გახდა იმ სახლებისა, რომლებიც მოსახლეობამ ეტაპობრივად დატოვა. ზოგიერთი მათგანი ემიგრაციაში წავიდა, ზოგმა კი ლუკმაპურის შოუნის გზა ქალაქში იპოვა. ძალიან ბევრია მიტოვებული სახლი. ეს იმყოფება, ეს ტერიტორია არის სოფელ ჯაღირის ტერიტორია, სადაც ობუჯის ადმინისტრაციული ერთეულში შედის 3 სოფელი: ჯაღირა, სამესხიო და ობუჯი. და ამ 3 სოფლიდან ყველაზე მეტი მიტოვებული სახკარი არის სოფელ ჯაღირაში. აი ჩვენ რომ გამოვიარეთ აი ამ ქუჩაზე, მხოლოდ 4 მოსახლეა, 4 საკარმიდამოა, სადაც ცხოვრობენ ადამიანები. დანარჩენი არის მიტოვებული სახლები. ანუ მიგრაცია დიდია. დიდია, ძალიან დიდი. ეს ერთი ქუჩა და დანარჩენი ქუჩებიც ანალოგიურია. და კერა შეიძლება უფრო მეტიც იყოს გასული სხვა ქუჩებიდან მოსახლეობა. ეს მარტო ობუჯის პრობლემა არ არის, ეს არის მთელი საქართველოს პრობლემა, ეს არის ეკონომიური სიტუაცია. იძულებული ხდებიან, რომ თავის სარჩენად სადაც სამუშაო ეძებონ და არჩევენ ოჯახი.